მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ, მთელი საქართველო არის შეძრული ერთი ამბით. ახლა კოცები დიდ რევოლუციურ ცვლილებებს გეგმავენ საქართველოში, რო კითხო და არა გასაკვირი, მაგრამ მაინც მთელი პროგრესული საზოგადოება შეძრა იმან, რომ გონია ნანუკე ისროკება, გონია ნანუკე, იმიტომ ისო რა ქვია, ფონდი დამიყადაღენო, მერეო ცხაო ჭხრეკას მიპირებენო სახშიო და გლახათა საქმე, თურმე რეპრესიების პერიოდი მოდის და მინდოდა გამოხმაურებადი ამ ყველაფერს. ახლა მაინც კაცო ნანუკე კეთ ჩემი დედულეთის ადამიანია, იმიდან რა ქვია, მაღლაკის ტყიდან გამოქცეული ტურა და საერთოდ ეკოცების აი ეს ფაფხური და ეს ყველაფერი მინდოდა ჩამეტია, რასაც ახლა თავს იწონებენ და დაამთავრეს ბიჭებმა კოჰაბიტაცია, თურმე რო კითხო და ნანუკეთი დაიწყეს. ბიჭო, ჯერ ერთი ნანუკა ჟორჟოლიანი ეს მართლა პელენწუკა. აი, იმერეთში იციან ასეთი ტერმინის გამოყენება. პელენწუკა. ზუსტად, აი რო შეეფერება ეს მართლა ტყიდან ერთი კალოშით გამოსული ძუკნა. რამდენი უბედურების მონაწილე არის და რამდენი უბედურებაში ყავს გარეული ხალხი თავის დროზე უნდა ყოფილიყო და უნდა ჩაეგდოთ ციხეში. აი რატო იცით? აი მაგალითად ეს კახპა როდესაც იყო კოდუას ცოლი იმ პერიოდში, აი ნანუკეზე მაგ ლაპარაკი, ვიცი ეს ამბავი იქიდან გამომდინარე, რომ ჩემ ძმაკაცთან ერთად იჯდა ის ადამიანი რა, რომლის მანქანაც მოეწონა ნანუკეს, ხო და მისმა ქმარმა ახლა სოდის უფროსი იყო, კაცი უბრალო კაცი ხო არ იყო, მართლმენაყვერი იყო იმისი მიშასი და გოგოს მოეწონა მანქანა და მივიდა აქეთ, აი ხუი რო დამითმეო, ვაშკაცი კაცი იყო ისა და ვარი უთხრა. ცოტა მომცილდი აქედან მანქანა იმისთვის ვიყიდე, რომ მე მინდაო და მეორე თუ მესამე დღეს გააჩერეს ისა, რა ქვია, მანქანა და ვითომ ნარკოტიკი აღმოაჩინეს ამ მანქანაში და პატრონი ციხეში შეაგდეს, ქონების კონფისკაცია, ახლა რასაც კოცები აკეთებენ, გაუკეთეს და ნანუკეს ჩაახუტეს. ეს არის ზღვაში წვეთი, აი ამ ძუკნის დანაშაულებები. აღარაფერს ვამბობ ციხის ბუნტის დროს რას აკეთებდა ეს კახპა, აღარაფერს ვამბობ მესტიაში რომ სპეცოპერაცია ჩაატარეს, ნანუკას შეურაცხყოფა მიაყენაო ვიღაცამ ტელეფონზეო და სვანი ბიჭები რო დაიჭირეს, ციხეში გაუშვეს. მის გამო რომ რა ვიცი, ტელეფონზე თუ რაღაცაზე, რა ვიცი, მესიჯებოდა ამას და დღეს ეს ძუკნა იყო ოფიციალური, ესე იგი, სახეთ გამოყენებული იმ გადატრიალების მცდელობაში, რომელი გადატრიალების მცდელობასაც აპირებდნენ ეს, რა ვიცი, ახლა მარტო ნაცები, საერთოდ ეს მთელი ეს გლობალური ომის პარტია და მთელი შიგდასავლეთ ჭორიკანა ისემ შენი დედა მოვტყან, მეგი დეკანოსიძე, რამდენი სიმართლეა ეს? შენი და შენაირების, ნანუკას შოუზე გაზრდილი ძუკნების, ხო? და ყველა თქვენი ნაცის. ხო, რამდენი სიმართლეა და ეს კიდე ზღვაში წვეთი არის, რასაც ეგ კახპა აკეთებდა და რასაც თქვენ აკეთებდით, მაგრამ ჯერ ამ კოცებს მოუტყან, მყარი და ცოცხალი, პირველ რიგში რატო იცი? სააკაშვილს რო პიჯაკების და საზღვრის კვეთის თემაზე რო იჭერენ და ნანუკეს ამნაირ საქმეებზე იჭერენ და იმის გამო არ იჭერენ, რაც აქვს ჩადენენ, მიდუა რომ თქვენ ატალიკინებთ ამენებს და მინდო გაქვთ გადმოგდებული ეს 9 მტკაველი ენები, რომ მოღალატეს მოღალატი არ ქვია და მძარცველს მძარცველი არ ქვია და თაღლიც თაღლითი არ ქვია და რა გინდა, ამოდგმული გაკენა და ჭორიკანა შენა. ისემ შენი დედა მოვთხრა მართლა. არ მინდოდა ეგინება დამაბრუნებიენ, მაინც კაცო. ამუტი ფარხალს რაენით უნდა ელაპარაკო, ახლა. ამდენი ხანი არაფერი პრობლემა არ ქონია, თურმე ნანუკე, თურმე პატიოსნად ცხოვრობდა და თურმე
ფონდი, რომელიც ნანუკეს სახელით მოქმედებდა, შეხედეთ ხალხო, შეხედეთ რადონის დებილიზმთანაა ლაპარაკი. რადონის დებილიზმთანაა ლაპარაკი. ქვეყანაში ოფიციალურად მიმდინარეობდა სამოქალაქო დაპირისპირება. გადატრიალება ხდებოდა. ადამიანი ქმნიდა ფონდს, რომელ ფონდში შედიოდა ფულები მთელი მიდან, იმიტომ რომ არასამთავრობოები ხო თურმე როგორც იქნა კოცებმა მოახერხეს და რაღაც ფორმით შეზღუდეს და ამიტომ არასამთავრობო რომ ნანუკეს ფონდით უნდა შემოსულიყო და ესე იგი ოფიციალურად ადამიანს ჰქონდა ფონდი, რომელიც ხარს უჭერდა გადატრიალებას, აქცევას, იმ პოლიციელებზე სროლას, არეულობას, მე ამ არეულობის შედეგად დაზარალებული იმისი, რა ქვია, აქტივისტების კურნალობას, ჯარიმების გადაახდას, ანუ ადამიანი პირდაპირ ახორციელებდა სახელმწიფოს ძირ გამომთხრელ საქმიანობას ოფიციალურად ღიად საქვეყნოდ, ამას არც მალავდა და ამდენი ხანი აძლევდნენ ამის საშუალებას. არ ვიცი რა იმუნიტეტი იცავდა ამ ძუკნას და რა იმუნიტეტი იცავს ამ ძუკნას ამდენი ხანი მე ვერ ხვდები და თქიათ მაგამ მანძუკიებს ამ თლიანად ამ სამანძუკეთს რა ვიცი მე რა იმუნიტეტი იცავს ვერ ხვდები. ახლა რო ვკითხო კოჰაბიტაცია დასრულებულია და მე მეტი რა უნდა კოცებს მეტი რა უნდა უთხრან ახლა ევროპაში ამათ არ აღიარებენ ამათი რაც არ უნდა უკანალში ძრებოდნენ ამ ევროკავშირის დაშლის პირას მისული ევროკავშირის უკანალში მიძრებოდეს კოცი მაინც არავინ არ აღიარებს და მაინც მათხოვარს და მაინც ნაძირალას და მაინც დიქტატორს და მაინც რას არ ეძახიან ამ შიგ ევროპაში და უკვე ევროპაში ვეღარ დადიან და დაძუნკალობენ ახლა აზიაში და იმაში მაგრამ ვიცი მე თქვენ მიმართ დამოკიდებულება მაინც არ შეიცვლება ასაბლატავებდით ამდენი ხანი ამ იმას სახის შესანარჩუნებას სხვათა შორის ამერიკელებმა შემოუთვალეს ძალიან კარგად ტრამპის ადმინისტრაციასო კოცებმა რომ დაუწყეს ის იქნებაო ტესტიო თუ ტრამპის ადმინისტრაციაო deep states დაამარცხებსო და ამერიკიდან მოუვიდათ იმნაირი პასუხი რომ თქვენ ორ ტრაკათამას როცა დაანებებთ თავსო ანუ იქ ევროპელების ტრაქში შეძრომას მიუხედავად იმისა რომ გაფურთხებენ და გლანძღავენ და მაინც რო შიგ ევროპაში გარბიხართ რო გკითხოთ იქ რუსების უკანალში შეძრომა ყველას უკანალში ძრომიას რო დანებებთო თავსო და დაიწყებთ ნორმალურ საქციელსო მე დაგელაპარაკებითო ნორმალურად ამერიკელებმა კარგად შემოუთვალეს ის ტრამპის ადმინისტრაცია იქ რაჯდე გოგოები ახლა ეს საგარეო საქმეთა მინისტრი და ის მეორე ელჩი კიდე ის დანიგანი და დაждენ და გააჩინა ჩიკაკოფეზე გოგოებმა საქმეები და ამერი პასუხი იყო იქედან შემოთვლით. რატო ვერ კიდებდნენ ამ ხალხს ხელს მე ვერ გამიგია რატო ვერ კიდებდნენ და რატო ვერ კიდებენ. ხო აზი არა ვარ მე ამას ვერ ხვდები 5000 კი არა რამდენი ჯარიმებიც არ უნდა დაწეროთ ო აი 100 მილიონი აქვს მაგის დაფინანსებაზე გადახდილი და შემოგევლე რა მაგათი ფული სულ იქნება გადასატრიალებლად და ეს ნანუკე ძუკნას მიმართ რო შიში აქვს სახელმწიფოს რო ვერ დაიჭიროს და ვერ მისცეს შესაბამის პასუხისმგებლობაში ეს ახლა მიუხედავად იმისა რომ მანდილოსანი არ არის მდედრი არის და საერთოდ მდედრების მიმართ ცოტა სამართალი ჰუმანური უნდა იყოს და აი armenანება ასეთი ძუკნა რო იჯდეს ციხეში ერთი 10 წელიწადი მაინც იმის გამო რაც აქ აკეთებს ნახდათ armenane და არა მარტო ეს ძუკნა მიყოლებული კვესიტაძე მიყოლებული მთელი სამანძუკიეთი ამათი ეს დედრების ხო ისე უნდა ხეხავდეთ დიდი ხანი ციხეს მაგრამ არ შვებიან ამას კოცები ალბათ ჯერ კიდე სახეს ინარჩუნებენ დასავლეთში რომ ნანუკეს ცნობილი ჟურნალისტი მე გავცელდება ამერი ინფორმაცია საქართველოში ცნობილი ჟურნალისტი ალბათ ნანუკა ჟორჟოლიანი დააკავეს და ატყდება ერთი ამბავი ისე სხვათა შორის ამ რაგასახსენებელი არის ახლა ამ ცნობილ ჟურნალისტზე გამახსენდა თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანი თქვენ იცით ვინაა ნანუკა ჟორჟოლიანი თამარ მეფის ორდენის კავალერია თამარ მეფის ორდენოსანია კი და ეს ორდენები აქვს მინიჭებული არა მარტო ნანუკას კვესიტაძეს და
გრიგოლიას და ასე შემდეგ და ისე ქოცებს რო გეფიქრათ ამ ბაია პატარაიასაც აქვს სხვათა შორის მინიჭებული მან მიანიჭა ამანა ბოლო ჯუკნა რო ყავდათ ეს თამარ მეფეს რო ეძახდა გუბაზი და თამარ მეფეს რო ჩამოგერთვათ უკან უკეთესი იქნებოდა მაგრამ მოკლედ მთელი ეს საგოიმეთი და მთელი ეს საბანძეთი ამდენი ხანი გულაობდა გაისვამდა გაიშენა ფულშეულობდა და გადატრიალებას შეულებრივად აფინანსებდა და აკეთებდა მაგრამ კაცშვილი არ კიდევდა ხელს და ახლა რაღაცნაირად ხმები გავარდა და ახლა რაზე უნდა დაიჭიროთ ესა ნანუკა რაზე უნდა დაიჭიროთ რომ ანუ და ესა ჰუმანიტარულ დახმარებას უწევდა იმის რა ქვია სახელმწიფოდან დაზარალებულ ხალხს და მე აი ეს ასე გამოიყვანთ ხო ამენ აი სამარცხვინო აი ქოცებზე დიდი სამარცხვინო ესე იგი ძალამი არ ვიცი ასეთი უნარო ხო თამარ მეფის ორდენოსანია კი მე თუ არ გჯერათ ჩემი გადაამოწმე თამარ მეფის ორდენოსანია ისევე როგორც უგულავა არის იმის ორდენოსანი რა ქვია დავით აღმაშენებლის ორდენის ისევე როგორც მეგის ქარდავა არის წმინდა გიორგის ორდენის კავალერი ხო ისე სხვა შორის მინდოდა გახსენება ამ პატრიარქ მადიდებლებმა ვენები რო გადაიჭრეს კი მან პატრიარქის მიერ არაა დაჯილდოებული იგი რა ქვია როლანდ ახალაია ასევე წმინდა გიორგის ორდენი ხო არ ვიგონებ ასეთ რამეებს ეთყობა ასე იყო საჭირო და მე არა მაქვს ამის ისა რა ქვია თქმის უფლება ახლა ხო რა ვიცი საქართველოს ტვინი აქვს ხალხს არა ხო და ეხლა გამოვხტარი რო არის მთელი ეს საკოცეთი და კანონებს ვცლვითო რომ იძახიან და ფარას კანონებს ღებულობთო და აგენტურა უნდა გავანადგუროთ და ასე უნდა ვქნათ და ისე უნდა ვქნათ რა სჭირდება ამას ფარას კანონი რა სჭირდება ამას ფარას კანონი როდესაც ოფიციალურად გადატრიალება ხდებოდა თავდასხმა ხდებოდა პოლიციელებზე სხვათა შორის არასრულწლოვნების გამოყენებით და ამ სიბინძურეში და ამ კრიმინალში ჩართული ყავდათ ბავშვები პატარა ბავშვები ხო ნუ შეიძლება მასეც წაუყედონ ბრალე რომ ფონდიდან ფული შეჭამაო და რა ვიცი მისი ფონდიდან იმ ფულს შეჭამდა თუ არ შეჭამდა რა ვიცი ახლა მაგენის მაღაზე რა არის გასასამართლებელი რა ხო რა თუნდოდა ამას ეს ყველაფერი მაგრამ ახლა ქოცები რის ქოცები არიან თუ ეს პოლიტიკა არ გაატარეს და არ აჭყიპინეს და ეს თუ არ შექმნეს ეს სანახაობა პური და სანახაობის პრინციპია მაგრამ პური არა აქვს ქვეყანაში და ქოცებს რო გითხო ისე დღეს გამოცხად და არ ვიცი თურმე საქართველოში საშუალო ხელფასი 2200 ლარზე მეტი გამხდარა და 170 ლარით მოუმატებიათ და რეიტინგებში თურმე უმუშევრობის დაძლევა 2012 წლიდან ხდება და ახლა ამ საგიჟეთში ცხოვრობს საქართველოს და ჯერა ახლა ამით ახლა ქოცმადიდებლებს ჯერა ღმერთმა დალოცოს ბატონი ბიზინა და ისე სხვათა შორის ქოცებზე ერთი რაღაცა გამახსენდა ქოცებო ეხლა დღეს საქართველოში ველაპარაკე ახლობლებს და ქოცებზე მითხრა ამნაირი რაღაცა აი ესე იგი ქოც ბანდის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი ძალა საქართველოში რომელიც იყო ნარკომანია და ნარკომანები ტარდაცოცხალს გაგინებენ ქოცები ხო იმიტომ რომ ეს ნარკომანების იმედად იყავით მთელი ეს არჩევნების პერიოდში და სულ ერთ ჭიქა მეტადონში რა ვიცი ალბათ 4000-5000 ხმას ყიდულობდით და იძახოდით იმას რომ ნარკომანების პირველი ის იყავით რა ქვია ხარდაჭერილი ძალა მთელი ამ ხნის მანძილზე ნარკოლიბერალიზაციის სახით რომ მოუშვით და გაანადგურეთ და გაათახსირეთ ქვეყანა ახლა ნარკომანებიც კი აღარ დაგიჭერენ ხარს პატარა ხანში იმიტომ რომ ნარკომანებმაც მიხვდნენ რომ გამოიყენეთ და მომდევნო არჩევნებში სუდად გექნებათ საქმე მაგარი ფენომენი აი ქოცის ფენომენზე მეტი სასწაული ფენომენი დედამიწის ზურგზე არა ესე იგი მოთხრიან ისეთ ამბებს შექმნიან თვითონ ისეთ რაღაცა სცენებს ჯერ დაუშვებენ ნარკომანიას მოწამლავენ მთელ ახალგაზრდობას შესვამენ წამალზე გამოაშტერებენ
მერე იტყვიან რომ ჩვენ ეს დაგვავალესო და აკრძალავენ მიიღებენ გენდერების კანონებს და ჩაწერენ ყველგან გენდერი და არასამთავრობოები და მერი ადგებიან და ატეხავენ ერთ ამბავს თურმე გენდერის თავზე მოგვახვიესო მერე კაროჩე ზეგი ხო ასია ჯონი ასე შესვეს ხალხი წამალზე და პლანზე და მეტადონზე და დააჩლუნგეს ხალხი და მერე ახლა ისა რა ქვია ახლა გამოდიან და ახლა რატო იცი იქიდან გამომდინარე რომ ეს კომპრომატებით და ესეთი რამეებით ახლა გადავლიან ძველ მეთოდოლოგიაზე ანუ ნანუკემ რო დააჭერია ესა რა ქვია მანქანის გულისთვის ის კაცი მაშინ ქონდათ ნაცებს ზუსტად ესეთი კანონი მიღებული კონფისკაციასთან დაკავშირებით და ხოცებმა კონფისკაცია გაუკეთეს იმას ახლა შემოაქვს სხვათა შორის ბარიგებზეო და იმგენზეო კონფისკაცია გაკეთდებაო და კი მაგრამ ეს რა მაინტერესებს იცი ამ ქოც ბანდის გასაგონად მინდა ვთქვა რა ეს კი მაგრამ ეს მიშა რო დაიჭირეთ და 9 მილიონი აზარალაო და ასე და ასე კი მაგრამ ამ მიშებზე და იმაზე რა ქვია თავის დროზე ახალაიებიზე და მერაბიშვილებზე და ამგენზე კონფისკაცია რაც მოუტანეს ქვეყანას ზარალი ეს არ ვრცელდება ხო ანუ ბარიგას რომელსაც თქვენი უშიშროება აძლევს საშუალებას რომ წამალი გაყიდოს იმათ თუ დაიჭერთ მიდე და იმათ თუ დაიჭერთ იმათ ქონებას არ თმევთ მაგრამ პოლიტიკაში სამშობლოს ღალატის ხარჯზე რო დააგროვეს ფული იმ ხალხის კონფისკაციას იმათ ქონების კონფისკაციას არ ახდენთ ხო აი სააკაშვილმა 9 მილიონი რო აზარალა სააკაშვილს რას ფული აქვს მოპარული და მის ოჯახს თუნდაც დედამის ქვეყნისთვის იმათი კონფისკაცია არ უნდა მოხდეს აი ქალბატონი რა ქვია და მოვიწყდა სახელი გიულის ქალბატონი გიულის 2008 წლის 8 აგვისტოს ღამე სხვათა შორის როდესაც სისხლძღვრი და ჩვენი ბიჭები და უბედურება ხდებოდა ჩვენ ქვეყანაში გპის კორპუსებს რო უფორმებდა დედამის სააკაშვილი ამ დროს იმ გპის კორპუსების კონფისკაცია არ უნდა გაკეთდეს თქვენ ხო არა ხართ ნახევართან იმათთან წილში და იმით ხო აბა არჩევნების დღეს უბნებზე ქოცები გრევს არიგებდნენ წამლის აბა რა ხო ნაცები ხო არ მოდიან ჩემი ძმა და ახლა აღარ მოწონს საერთოდ ქოცის ფენომენი ასეთია ქოცის ფენომენი არის ვინც მოიყვანა ვინც დააყენა ვინც გვერდში დაუდგა 2012 წლიდან მერე იმას უნდა უკბინოს ასე რომ ნარკუშების ახლა ვიცი ზოგიერთი ისიაგა მისული მამდე რომ ერთ წამალში ყველაფერს ერთ ჩეკ წამალში ყველაფერს გაყიდის და ახლა თქვენ რო ადრე თუ გვიან ქოცები გაკიდიდან გაგიკვირდათ ეგა და ახლა შემგვაქვს სამშობლოს ღალატი საკუთარი თავი ყავთ დასაჯელი ხო არა შემეიღეთ ადრე თუ გვიან საჭიროა მაგი და გასამართლდებით კანონით ცოტა უფრო გამკაცრებული კანონით იმიტომ რომ ერთ დროს მიშასაც ეგონა რომ ვერავინ ვერაფერს ვერ უზამდა და ერთ დროსაც მიშების გულაოდნენ და ახლა კი მართალია ისე არ ისჯება როგორც ისჯება და ნანუკესაც ეგონა ერთ დროს რომ არაფერი მოუვიდოდა მაგრამ რა ვიცი მაინც რაღაც ფორმით მოხდა ეგ ყველაფერი და თქვენც მოგიწევთ რაღაც ფორმით მოსვლა კი ძველ მეთოდებს იბრუნებენ და ეთყობა ცოცხი და დუბინკაც აქვს საცხა შენახული და გამეიღებენ იმ ცოცხს და დუბინკას და მე მიხვდებიან თურმე რომ შეიძლება ზოგმა იგიც თქვას რომ აი გამართალი ყოფილაო მიშაო ბევრ რაღაცაშიო და მიშას მეთოდებზე გადმევიდე ეგრეა ჩემო კარგებ რა ნუ მოკლედ ამის თქმა მინდოდა რა მეტი არაფერი რომ ეს ბომონძღით საქართველოში მთელი ამ ხნის მანძილზე წიოდა და კიოდა ხელშეუხებელი იყო ახლაც ხელშეუხებელი არის და არავინ არ ამგონია სხვათა შორის მეეჭვება რომ დაიჭირონ მით უმეტეს რომ ესენი ხო უნარო და ჩასვრილი ხალხი არიან მთელი საქოცეთი და ამათ მხოლოდ განცხადებების და ესეთი რაღაცების გაკეთება შეუძლიათ თუ არა აი რა
პრიბალტიკის ელჩი, აი ლიტვის ელჩი იყო ჩამოსული და შეკრიბა ისევე თქვენ ნუ გეშინიათ კაცო, ახლა ამერიკიდან თუ არ მოდის თურიო, აგერ ჩვენთან მოვაო და გააგრძელეთო ბრძოლა, ნანუკეს ფონდი თუ დამთავრდა, კვესიტაძის ფონდი geიხსნება და კვესიტაძის ფონდი თუ დამთავრდება, მერე გრიგოლიას ფონდი geიხსნება და ასე იმის მაგივრად რომ საერთოდ ქვეყანაში შემოსვლა წარმოიდგინეთ რა როგორი უთავმოყვარეობები არიან, აი როგორი უთავმოყვარეო არის კოცი, ანუ კოცის ფენომენი როგორი უთავმოყვარეო არის ის ლანსბერგისი რო არის ახლა ჩამოსული და ის ლანსბერგისი რო მართავს ემას რა ქვია ანტიკოცურ შეკრებებს რა და შეკრებილი ყავს სასტავი იმ ლანსბერგისმა და ესტონეთის საელჩომ და ლიტვა ლატვია ესტონეთმა დაუწეს ეს კოცებს ესა სანქციები რომ არ შევიდნენ რა ლიტვაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამათ იმის ტრაკიც კი არა აქვს, გაიგე, ვინც სანქციები დაუწესა და ვინც ასეთ რაღაცას უკეთებს, რომ უბრალოდ ქვეყანაში არ შემოუშვა. აი როგორი ჩმორის ფენომენი არის კოცი. რომ უბრალოდ ის ლანსბერგისი, რომელიც ამათ ყველაფერს უპირებს, იმის უფლებასაც აძლევენ, რომ აქ ჩამოვიდეს, ქვეყანაში შემოვიდეს, გამართოს ხდომები, დეიჯინოს, ნანუკე გვერდში დეიჯინოს იქით გვარამია, გაბუნია, მთელი ეს საბუზეთი და ეგრე რა. მორჩა რა. ეს მხოლოდ და მხოლოდ კოცი უნდა იყო და ღმერთმა დაგლოცოს ბატონო ბიძინა, მიშა მოგვაშორე, ომი ხო არაა და რა ვიცი მთელი ამბი. მე ვინც ამ ხალხს სხვათა შორის ვინც ამ აი ესეთ ქვეწარმავლებს რომლებიც ახლა ქვარვააგდო მოღალატეს და ქვეწარმავალს დაეცემა საქართველოში ვინც ასეთ ქვეწარმავლებს ზოგს აციმბირებდა ზოგს ხრეტდა ზოგს რა ვიცი რას უშვებოდა შესაბამისად ის დღემდე ცუდი კაცად ითვლება და ვაიმე სტალინს როგორ ახსენებ და ასე შემდეგ სხვათა შორის გამეცინა გუშინ მოხდა ერთი საინტერესო ინციდენტი მოხდა ამერიკაში აი ერთი ღეჭია ფრანგი ჟურნალისტი ჩავიდა და ეუბნება იმას რა ქვია ამერიკის პრეს სპიკერს რომ ისო რა ქვიაო თქვენო ისო ამერიკის თავისუფლების ქანდაკებაო უნდაო დაგვიბრუნოთო ეს ხო ფრანგების საჩუქარი არის ამერიკისთვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. ხო და რატო უნდა დაგიბრუნოთო და იმიტომ უნდა დაგიბრუნოთო რომ დაგვიბრუნოთო რომ ისო რა ქვიაო თქვენო ლიბერალური ღირებულებებისო აღარაფერი და დემოკრატიის აღარაფერი არ შეგჩასო და ისე იმ პრესამსახურის უფროსმა უთხრა ისეო სხვათა შორისო თქვენო ფრანგებსო მე მგონიო დაგავიწყდათო ერთი რაღაცაო რა თქმა უნდა დაბრუნებას არ ვაპირებთო მაგრამ მთელი ფრანგებიო გერმანულათო რო არ ლაპარაკობთო მთელი ფრანგებიო გერმანულათო ესო ხო არ დაგავიწყდათო ვისი დამსახურება არის ესო ჩვენი დამსახურება არისო ამერიკელების დამსახურება არისო რომ მეორე მსოფლიო ომშიო საფრანგეთიო გავათავისუფლეთო ფაშიზმიდან და ამისთვისო მადლიერიო იყავითო გაიგე და ტრაქს დააყენეთ და წყლად იყავითო რა სხვათა შორის რაცა ეს ტრამპის ადმინისტრაციას ახლა შეხედავ ამდენი პიდარასტის და ჩათლახის და გადაგლესბიანკას და ტრანსგენდერის ფონზე ნორმალური ხალხი მოვიდა რომ შეხედავ ხალიქას გავს კაცი კაცს გავს სიტყვა პასუხი ნორმალური აქვს რაღაცა გაგიხარდება ხოსთვის ქვეყანაში ხდება მაგრამ მაინც გაგიხარდება და აი ეს წამოაძახეს ამერიკელებმა იმას რა ქვია ფრანგებს რომ ჩვენო მეორე მსოფლიო ომის დროსო გადაგარჩინეთო და გერმანულად რო არ ლაპარაკობთო მადლიერი იყავითო ხო და აი ეს ხალხი რო გამოხტებით და მე რომ მეუბნებით რომ ისო რა ქვიაო აიო თლათ არ ვეთანხმები მაგას მართალია საბჭოთა არმია არ შესულა საფრანგეთის ტერიტორიაზე მაგრამ ეს როგორც მოხდა ისე მოხდა მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ფაშიზმი რო სტალინმა დაამარცხა და ქანთარი ამაწია გამარჯვების დროშა მე მგონი ამაზე დებილი უნდა იყოს ადამიანი რომელიც უნდა დაობდეს და აი ამ ხალხს მე რო გამოუვლიან და რო დამიწყებენ იმას რა ქვია ლაპარაკს რომ სტალინზე კარგს რატო ამბობთ და რატო აქ სტალინი არ ყოფილიყო ხო გერმანულს ისწავლიდით კი არა და ანუ აქ გერმანულ ენაზე ილაპარაკებდით კი არა კიდე ერთხელ გეტყვით რა ყვერებში ვერ იფართხალებით მადლიერი იყავით იმ ადამიანის
რომელი ადამიანის თავგანწირული ბრძოლის შედეგად და თავდადების შედეგად არა მარტო თქვენ, მთელი მსოფლიო გადარჩა და დღეს კაცობრიობა რო არსებობს, ამ ადამიანის დამსახურებაა და განსაკუთრებით საქართველოში. იმიტომ რომ ჰიტლერი რო საქართველოში მოსულიყო, სტალინის სამშობლოს ხო ბავარიულ ლუდს დაგალევიებდათ რა ის. ამიტომ არაფრის დავიწყება არ ხდება პოლიტიკაში საერთოდ. ამაშია საქმე. კაი, ჩემო კარგებო, დაგემშვიდობებით, არ ვიცი, აქ ზოგიერთები წერს რაღაც შეკრებებთან დაკავშირებით, მე არაფრის საქმის კურსში არა ვარ ჯერჯერობით, ამიტომ მე არც ორგანიზატორი ვარ და არც მაგ თემებში არა ვარ გარეული, ამიტომ შეგიძლიათ თუ რამე კითხვა არის, ბატონ დავით ჭაბუკაშვილს კითხოთ. მექნება ამ დღეებში ლაივი ბატონ დავითთან და ვისაც გექნებათ კითხვები, შეგიძლიათ საორგანიზაციო კითხვები მას დაუსვათ. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა და კარგად ბრძანდებოდეთ. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის.